სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე გამოყენებული უნდა იყოს უფრო მძიმე სასჯელი. სწორედ ამ სიტყვებით მიმართა პროკურორმა მოსამართლემ შესაბამისად როგორც ჩანს ბრალდების მხარეს ეცოტავა 4 წელი და 6 თვე, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და არ ეთანხმებიან მათე დევიძის ადვოკატები. ისინი მოითხოვენ, რომ შეიცვალოს კვალიფიკაცია, საუკეთესო შემთხვევაში ფიქრობენ, რომ სრულად უნდა გამართლდეს დევიძე, თუმცა ქართული ოცნების პირობებში სასამართლოსგან ამის მოლოდინი არ აქვთ. ასევე ჩვენ მოვისმინეთ მათე დევიძის ახლო გარემოცვისა და ოჯახის წევრების პოზიციაც. ისინი ციტირებენ პროკურორის პირველ წინადადებას და ამბობენ, რომ სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე ძალიან მალე ყველა ის მოსამართლე და პროკურორი, რომელმაც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა სინდისის პატიმრების ციხეში გამოკეტვაში, აუცილებლად თავად გაუცვლიან მათ ადგილს და აღმოჩნდებიან საკანში. უბეჯაშვილისგან სხვას არც არაფერს არ მოველოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ იცოდე, რომ შენ უფრო მეტი დანაშაული გვაქვს ჩადენილი და როცა შენი დრო მოვა, აუცილებლად გასამართლები 4 წლით და 6 თვით კი არა, ბევრად მეტით, რადგან შენ ძალიან დიდი დამნაშავე ხარ და ზუსტად საფრთხეს შენ წარმოადგენს საზოგადოებისთვის უდანაშაულო ადამიანებს, რომ უშვებ ციხეში. მათ ეს საქმეზე თუ სააპელაციო არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ მათე გათავისუფლდეს, რაც არის სწორი, საქმე წავა უზენაესში, უზენაესით თუ არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება სამართლიანი, საქმე წავა სტრასბურგში. ჩვენი მოთხოვნა ემყარება სწორედ ამ საფუძვლებით მათე დევიძის სრულ გათავისუფლებას, თუმცა დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, მათ შორის ვიმსჯელეთ და ვისაუბრეთ კვალიფიკაციის არასწორ შერჩევაზე, რაც იქნება ჩვენი ალტერნატიული მოთხოვნა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ნაკლები მოლოდინი გვაქვს სასამართლოს მხრიდან რადიკალურად შეცვალოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მათე დევიძის და მისი საქმის მიმართ არსებული არასამართლებრივი ინტერესი ისევ და ისევ რჩება ძალაში. შეგახსენებთ, რომ 13 ივნის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძე 4 წლისა და 6 თვის ვადით გაუშვა ციხეში. ასევე მოვისმინეთ ადვოკატების პოზიციას, ისინი საბოლოო სიტყვას იტყვიან მომდევნო სხდომაზე, რაც შეეხება ოჯახს. მათე დევიძის და ახლო გარემოცვის წევრები უკომპრომისო ბრძოლას აანონსებენ, ამბობენ, რომ როგორც შეეძლებათ აუცილებლად შეეწინააღმდეგებიან ბიძინა ივანიშვილს, მისი გუნდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არა მხოლოდ მათე დევიძე გათავისუფლდეს ვადაზე ადრე, ანუ მას არ მოუწიოს 4 წლისა და 6 თვის ვადით ციხეში ყოფნა, არამედ ასევე იბრძოლებენ სხვა სინდისის პატიმრების უფლებების დასაცავად.